პეტრე მოციქულმა რამდენჯერაც რაციონალურად, არა მარტო რაციონალურად, ზნეობრივად მოინდომა უფალთან სწორი ურთიერთობის დამყარება, ყოველ წამს რაღაცა ესე იგი საყვედური მიიღო და ესე იგი უნდა მომკლანო და ჯვარსმაცვანო ტანჯონო არაუფალო ეგ როგორ შეიძლება როგორ უნდა მოკლან როგორ უნდა ტანჯონ სატანა უწოდა უფალმა ფეხებს ბანს უფალი და შე როგორ დაგაბანინებ ფეხებს კაცო ქრისტეს ფეხები როგორ უნდა დააბანინო და უფალმა უთხრა რომ თუ ფეხებს არ დამაბანინებ ჩემთან მარადისობაში წილი არ გექნება ესე რამდენიც გამოძრავდა პეტრე მოციქული იმდენჯერ რაღაც არასწორი გააკეთა რატო მართალი არ იყო პეტრე აი ორი მაგალითი რომ მოვიყვანო ორივე შემთხვევაში მართალი იყო პეტრე ეხლა მე რო თქვა რომ ეხლა უნდა გარეთ გავიდე და იქ ვიღაცები დამხვდები და მომკლავენ და წავიდე ხო გამაჩერებ არა მამაო სადიდი ხარ მოკლავე ეს იყო ზუსტად პეტრე აჩერებს აბა რა უნდა ექნა და რა თქმა უნდა ფეხებიც არ უნდა აბა როგორ ეხლა ფეხებს ბანდნენ ყველაზე ესეთი დაბალი სოციალური ფენის მონები და რაღაც ორჯერვე მართალი იყო პეტრე და ორჯერვე ტყუანი აღმოჩნდა იმიტომ რომ მისი სიმართლე ორჯერვე და საერთოდ ჩვენი ესია ყოველთვის ჩვენი ადამიანური სიმართლე ღვთისნების საწინააღმდეგოა თუ ღვთისნებას არ გამოეძებ ყოველთვის ესე დღეში აღმოჩნდები